5 აპრილს სასტუმრო ბილდმორში შედგა ჩვენი პირველი ქართულ ენაზე საქალაქო პრეზენტაცია. პრეზენტაციამ ჩაერა მართლა ფანტასტიკურად, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ. თუმცა ის დაიგეგმა ბევრად უფრო ადრე. და რააცთავარი გადაწყვეტილება მივიღე, ხა მე გახლავართ აი ამ წუთში ჩვენ საერთაშორისო ღონისძიებაზე თურქეთში, ეს ჩემი მენტორია, მისი ბევრი რჩევები მივიღე, ჩემი იდეები გავაცანი, რომ ჩამოვიდოდი რა საქართველოში ჩვენ დავიწყებდით მზადებას ამ ღონისძიებისათვის. მართლაც ჩამოვედი და დაიწყო მზადება. შეხვედრები ორგანიზატორებთან, სასტუმროების ძიებები, იმიტომ რომ გვინდოდა რომ როგორც თვითონ ღონისძიება უნდა ყოფილიყო ძალიან განსაკუთრებული, სასტუმროც ყოფილიყო შესაბამისი, ანუ გარემო გახლით ჩვენ მონოგრაფში. ასევე ვიყავით რედისონში, არაერთი ვერსია შემოგთავაზა რედისონმა, ძალიან საინტერესო. მერე უკვე რედისონის შემდეგ ვიწვიეთ ასევე ქორთიორთ მარიოტს. შევაჩერეთ რაღაცა დარბაზზე ყურადღება, მაგრამ აღმოჩნდა რომ ყველაფერი დაბევებულია და თურმე წინასწარ უნდა დაიბევო, იმიტომ რომ ხარის პრეზენტაციების სეზონი და ამიტომ და საბოლოოდ ჩვენი ყურადღება შევაჩერეთ რედისონზე, იმიტომ რომ ამ სასტუმროში ყველა ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყო და დაიწყო ღონისძიება. ღონისძიება გავხსენი მე როგორც წამყვანმა, პირველ რიგში გავაცანი დამსწრეებს ისტორია პატარა კომპანიის, ის რომ 1998 წელს დარეგისტრირდა ტორონტოში და იქ არის ჩვენი სათაო ოფისი და ჩვენი პრეზიდენტიც, ის რომ 150 მეცნიერი ყოველდღიურად ზრუნავს ამ პროდუქციის გაუმჯობესებაზე, 2600 სხვა ქვეყნის სერტიფიკატი გვაქვს, 10 მიმართულება გვაქვს თუნდაც პროდუქციის და ის რომ მართლა ხარისხიანი პროდუქცია და ხა GMP სერტიფიკატი ითვლება ყველაზე მაღალ შეფასებად დედამიწაზე და ამ პროდუქტს აქვს თითოეულ მათგანს. თუმცა მერე უკვე ყველაზე მთავარი, ჩვენი კომპანია კორა კლუბი, მარჯნის კლუბი, პროდუქტი გახლავთ წყალი, ეს ჩვენი ნიშა, ასე რომ ვთქვათ და ყველაზე მთავარი საინფორმაციო პროდუქტი ეს არის ჯანმრთელობის კონცეფცია, რომელიც გაგვაცნო ჩვენმა საყვარელმა ლია ექიმმა, ანუ ჯანმრთელობისადმი კონცეპტუალური მიდგომა. ანუ რა ვაკეთოთ ჩვენი ოჯახის წევრებმა, რომ ვიყოთ სულჯანსაღები და დამეთანხმებით, ხო, ერთ-ერთი ფრაზა ძალიან მომეწონა, როცა კარგად ხარ, ძალიან ბევრი პრობლემებს აგვარებდა. როცა ცუდად ხარ, მხოლოდ ერთი პრობლემა გაქვთ, ან სიჯანსაღეზე ზრუნვა, ხო? და იმიტომ რომ ეს სიტყვები არ ყოფილიყო მართლაც ლიტონი ჯანმრთელობის კონცეფციასთან დაკავშირებით, უკვე გამოვიდნენ ადამიანების საკუთარი შედეგებით. მაიკომ გაგვაცნო თავის შედეგი კისრის ოსტეოხონდროზზე, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა ყველაფერი, მოცადა ადამიანმა საშინელი ტკივილი არა მარტო კისერში, ზურგის არეში და დაიწყო რაწმენდები, აგერ რამდენი წელია უკვე არ იცის რა არის ტკივილი. მერე უკვე ჩვენი ნათია გამოვიდა, ის ჩვენთან მოვიდა 5 თვის წინ, დაიწყო მეუღლესზე მუშაობა, რომელსაც 7 წელს განმავლობაში ჰქონდა გამწვავებულ ფორმაში ფსორიაზი, 80% სხეულის დაფარული იყო ფსორიოზით, ადამიანს ძალიან სერიოზული ემოციური ფონი ჰქონდა, დეპრესიული, ნერვოზული და ამ წმენდების შედეგი სრულიად გადაწყრიალებულია კანი, ძალიან კარგი გუნება განწყობილება, რაც მთავარი ადამიანი უკვე აშენებს, თვითონ დაკავებულია საკუთარი სახლის მშენებლობით. გეტყვით რომ ნათიას და მის ოჯახს ძალიან დიდი გეგმები აქვს ამ კომპანიასთან დაკავშირებით და უკვე ჩვენი გასტროენტეროლოგი მარინა ექიმი გამოვიდა, განსაკუთრებული შედეგი მოყვა მართლა თავის პაციენტთან დაკავშირებით, რომელმაც გაიწმინდა რა, ნატლებს ორკვირიანი წმენდის კრებული ჩაიტარა და იმ ადამიანის ორგანიზმიდან გამოვიდა 1.5 ღორის სოლიტერი დამეთანხმებით რომ საოცრება. დალი უკვე მოყვა თავისი შედეგი სარძევე ჯირკვლებთან დაკავშირებით, ადამიანს ჰქონდა კისტა 8 მმ-იანი და წმენდების შედეგად დღესდღეობით განახევებული, ანუ 4 მმ-ია და როგორც თვითონ მანაც აღნიშნა, აგრძელებს რა თქმა უნდა გაჯანსაღებაზე ზრუნვას და მეც დავეთანხმე ის რომ ერთჯერადაც წმენდა დავზრუნვა, შედეგს არ მოგვიტას, ხო, უნდა გავაგრძელოთ. გამოვიდა ჩვენი ულამაზესი ნათია, რომელმაც მოყვა თავისი მართლა უნიკალური შედეგი დერმატომიკოზზე, რომელიც დაემართა ზღვაზე დასვენებისას, ეს საკმაოდ რთული დაავადება კანზე, არც არაფერი მიფიქრიაო, როგორც ნათიამ თქვა, ჩამოვიდა, ჩაიტარა წმენდები და გეტყვით რომ გადაწყრიალებულია მისი კანი, ძალიან უყვარს ეს პროდუქტი, იყენებს საკუთარი თავისთვის, თავის შვილებისთვის და
იშვიათად ავადობენ ისინი. მაიკო ჩვენი რეაბილიტოლოგ მასაჟისტია, რომ მან საერთოდ განსხვავებული შედეგი მოყვა თავის შვილიშვილზე, რომელმაც თავის შვილიშვილს პირველივე დღეებიდან დააწყებინა ცოცხალი წყლის მიღება. დღესდღეობით 4 წლის არის ეს ბავშვი და რასაც ვეძახით კოლიკები, ანუ მუცლის შეპირილობა, ფიზიკურად არ იციან რას ნიშნავს ამასაკის ბავშვთანაც კი. მოყევი რა თქმა უნდა, ჩემი შედეგიც ეს კოლაგენზეა კონკრეტულად, შედეგები ძალიან ბევრი მაქვს, ახლა დააკვირით, ხო? ნაკლები ნაოჭი, ქუთუთოები რო იდო მართლა ლოყებზე, როგორ აიწია ჩემი შრამი მარჯვენა თვალზე 8 წლის ასაკიდან და გაიშალა და ფაქტიურად არ მეტყობა. შეიცვალა ცხვირის ტუჩის ფორმა, თუნდაც ღარები, ტუჩის გარსემო, ოვალი, კანის სტრუქტურა, სიცოცხლეც კი წავიდა, მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გარეგნულად, შინაგანად ლორწოვანი როგორ აღდგა, თვალსაჩინო სისტემა როგორ უკეთესად არის, თუნდაც გულსდორთა სისტემა, ასე რომ შედეგები მე უამრავი მაქვს. ჩემს შედეგს უკვე გამოვიდა ჩემი და. აი შედეგი უნდა ნახოთ მასა აქვს ნანას, რომელსაც გეტყვით რომ 8-9 წლის წინ ორმა საუკეთესო პროფესორმა დაუდგინა ესეთი დიაგნოზი, როგორიც გახლავთ სარკოიდოზი, ეს გახლავთ ფაქტიურად ფილტვის სიმსივნე და 8 პრედნიზოლონი დღეში. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, მე ვთხარი არავითარ შემთხვევაში. დავიწყეთ კლასიკურად, ჯერ წმენდა, შლაკები, ტოქსინები, პარაზიტებისაგან არაერთი კურსით, შემდეგ უკვე შევსება, იმუნიტეტის გაძლიერება და ის პერიოდულად აკეთებს რა თქმა უნდა გადამოწმებას და გეტყვით რომ არანაირი კვალი არ არსებობს რომ იყოს სარკოიდოზი, ნუ საკუთარ ქალიშვილთან დაკავშირებით ჭიჭრისციება რომ იყო 7 წლის წინ და გავიწმინდა და აღარაფერი არ არის. ნელიკო მოყვა თავისი შედეგი არაერთი, თუმცა საწვისმომნელებელი სისტემაზე შეკრულობაზე ყველაზე კარგი ვერსია და რამდენის პრობლემაა და წმენდებით წავიდა. აზა მოყვა არაერთი თავის შედეგი საკუთარი ოჯახის წევრებზე როგორ ნაკლებად ავადობენ ადამიანი რომელიც 62 წლის არის და ძალიან მაღალი წნევები აწუხებდა სახსრები და არ იცის ეს ტკივილი რა არის. ყველაზე უნიკალური მაინც ის არის რომ აი ჯანმრთელობის კონცეფციით ყოველგვარი დიეტების გარეშე დღეს -25 კილოგრამი. ნუ მე უკვე მე გადავედი მეორე შესაძლებლობაზე კომპანიის, ეს არის რა თქმა უნდა ფინანსური და ნუ ვისაუბრე რომ კომპანიასთან თანამშრომლობის 3 ვერსია არსებობს. პირველ რიგში რომ იყო უბრალოდ მომხმარებელი -20%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ პროდუქტზე, სისტემატიური აქციები, ფასდაკლებები, ეს თქვენთვის არის და შემდეგი უკვე არის დისტრიბუტორი, ახლა მაკვირდებით რომ აქ ულოცავ რამდენიმე ახალ დირექტორს, ანუ პროგრამა მინიმუმი რომ თუნდაც ისე შეიძინო პროდუქტი რომ სახელიდან ფული არ მოიტანო, იქ სწავლებებია და ყველაზე ტკბილი ლუკმა რა თქმა უნდა ეს არის უკვე კომპანიის პარტნიორობა, როცა სხვა შემოსავლებია, იქ მოგზაურობა კომპანიასთან ერთად, იქ ბინის, მანქანის, სწავლების ბონუსი საჩუქრად კომპანიისგან. ნუ გეტყვით რომ ღონისძიება მართლა ფანტასტიკური გამოვიდა, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, კი დასრულდა ეს ღონისძიება, მაგრამ არ დასრულა ჩვენი საქმიანობა, იმიტომ რომ გეგმები ძალიან დიდი გვაქვს, მადლობა რედისონს ძალიან ლამაზი სტუმრობისათვის. გეგმები დიდია, ნუ გარდა იმისა, რომ თბილისში კიდევ ერთხელ და არაერთხელ ჩატარდება ასეთი საქალაქო პრეზენტაცია, იმიტომ რომ დარბაზი მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან სრულად სავსე იყო რამდენიმე ადამიანებიც ვერ მოვიდა, ნუ გეტყვით რომ ბევრი დაკარგეთ, მაგრამ არა უშავს ესეთი ღონისძიებები კიდევ გვექნება და მოგიწევთ რა მობრძანდით, არა მარტო თბილისში იქნება გადაწყვეტილი გვაქვს რომ საქართველოს დიდ ქალაქებში ჩავატაროთ კიდევ ასეთი ღონისძიებები და ნამდვილად ვისთვისაც ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია საკუთარი თავისი ოჯახის წევრების და აინტერესებს კონკრეტული ნაბიჯები ესეთ ღონისძიებებზე ნამდვილად უნდა აღმოჩნდეთ, ასე რომ წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე ჩვენს ღონისძიებებზე.